საკუთარი თავის პოვნა, ძიება, ასევე რა არის ადამიანის დანიშნულება და რა არის ადამიანის მისია ცხოვრებაში. ამ ეპიზოდში სწორედ ამ რაღაცებზე ვისაუბრებ. წინა სიტყვაობას გავაკეთებ პირველ რიგში მადლიერებით ყველა თქვენთაგანის მიმართ, ვინც მიყურებთ, მისმენთ, მილაიქებთ, მიკომენტარებთ, პირადში მიზიარებთ თქვენ გამოცდილებას, დონაციებისთვის უდიდესი მადლობა და აბსოლუტურად ყველა მსმენელს, ახალს, ძველს, რამდენი წელიც, რამდენი დღეც თუ წუთიც არ უნდა მისმენდეთ. უდიდესი მადლობა თქვენ. და კიდე პატარა ჩანარს გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველთვის ვერ ვაკეთებ პოდკასტებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომელზეც ძირითადად მოთხოვნა შემოდის ხოლმე. ხანდახან ისე ხდება, რომ ემთხვევა ხოლმე და მართლა უწევს ის თემა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, მაგრამ ყოველთვის ამას ვერ ვითვალისწინებ, იმიტომ რომ სადღაც რომელიღაც წინა ეპიზოდებში ნათქვამი მაქვს ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან ახალი ადამიანებიც მისმენთ ხოლმე და შეიძლება ყველა ეპიზოდი არ გქონდეთ მოსმენილი. საქმე იმაშია, რომ მე არ ვიგონებ პოდკასტის ეპიზოდების თემებს, ანუ არც წინასწარ არანაირად არ ვემზადები, არც ChatGPT-ით ვამზადებ, არც წაკითხული წიგნებიდან გამომდინარე ვამზადებ. ანუ არის სამყაროში რაღაცა პატარა ესეთი რგოლები, ენერგეტიკული ბურთები, რომელიც ივსება ხოლმე და მე რაღაცა სიგნალი მოდის, რომ ეხლა რაღაც შეივსო და ამაზე მოდი შენ გააზიარე და დარწმუნებული ვარ დედამიწის სხვა წერტილში ძალიან ბევრი ადამიანი ვართ ასეთი, ვინც ამას ვაკეთებს და ვიღაცას რაღაცა ჩაეტვირთება, ვიღაცას რაღაც ჩაეტვირთება, ანუ ასე ვთქვათ, დაარქივებული ფაილია ენერგეტიკული, რომელიც განარქივებაც ხდება თქვენთან ერთად, ანუ აი აქ პირდაპირ ჩანაწერში წინასწარ არაფერს არასდროს არ ვამზადებ და უბრალოდ მოდის ხანდახან ერთი ფრაზის სახით, რომელიც უნდა გავუშალო და ჩამოვიტანო, განვაარქივო მთელი პოდკასტის საშუალებით, ხანდახან ერთი ვიზუალის სახით მოდის ხოლმე, რომელიც უნდა გავშალო. დღეს სწორედ ვიზუალის სახით არის მოსული. ვიზუალი არის ნაძვისხე, ეხლა შეიძლება გაგეცნოთ, მაგრამ აუხსნი რა შუაში არის ჩვენ დღევანდელ თემასთან. ხო და ამიტომ მიწყენთ, რომ ყოველთვის თქვენს მიერ შემოთავაზებულ თემებს არ განვიხილავ, უბრალოდ დანარჩენი ყველანაირი მასალა, რაც მინდევს ზოგადად სოციალურ ქსელებში, ხო, ყველაფერი მეტნაკლებად არის მოთხოვნიდან გამომდინარე, რასაც იწერებით ხოლმე, რასაც მოითხოვთ ხოლმე, რაც გაინტერესებთ ხოლმე. მაგრამ პოდკასტების ნაწილი არის ერთადერთი, სადაც რაც სამყაროში მომწიფდება, იმაზე ვსაუბრობ და რაც პირდაპირ ესე გამაღვიძებს და დღესაც ესე ძილში ჩამესმა, რომ ეს თემა უკვე მომწიფებული იყო და ეს ნაძვისხე მიტრიალებდა და ნუ ვიცოდი, რომ დღეს ამაზე გაკეთებოდა ეპიზოდი, ხო და თუ რაიმე სხვა კითხვები გაქვთ, რაზეც გინდათ მაინც და მაინც პოდკასტის გაკეთება და სრულად რაღაცის შესახებ მოსმენა, გთავაზობთ, რომ უბრალოდ შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და კომენტარის საშუალებით გიპასუხებთ. ან შეგიძლიათ, რომ ასევე Instagram-ზე მოიწეროთ შინაურულ ჩატში, იქ ძალიან ბევრ თემას განვიხილავთ ხოლმე. და შესაბამისად, აი ამ ჭრილში, პოდკასტების ჭრილში, სადაც აბსოლუტურად ჩემი მომზადებული არაფერი არ არის, ეს ის შემთხვევა, როდესაც ნათქვამი, რომ მე არ ვწერ ლექსი თვითონ წერსო, ანუ ასეთი არის პოდკასტების სერია. მე არც ერთი არ დამიგეგმავს და ასევე ხშირად ასმული კითხვები არის, რომ რაზეც ვსაუბრობ ხოლმე თითოეულ ეპიზოდში, რომ აი იმ თემაზე რაიმე წიგნი გირჩიოთ, ან ლიტერატურა და ან პოდკასტი, ან ვინმე რამე სხვა მასალა თუნდაც უცხო რენოვანი. ხო და ესეც არ ვიცი, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არაფერს დიდად ესეც არ უყურებ და წიგნებიდანაც არ მომაქვს არაფერი და ამიტომ მოკლედ ვერაფრით ვერ დაგეხმარებით ამ კუთხით, მაგრამ თუ საინტერესო ის თემები, რაზეც ვსაუბრობ და რეზონირებს, შეგიძლიათ ჩემ პოდკასტს მოусმინოთ ხოლმე. მოკლედ დავიწყოთ ახლა ჩვენი დღევანდელი თემა და გავშალოთ, რას ნიშნავს ნაძვისხე საკუთარი თავის პოვნასთან დაკავშირებით. ნუ ეს თემა, არ ვიცი, აბსოლუტურად თითქმის ალბათ ყველა ადამიანი, ვინც რაიმე სახის კონსულტაციაზე ჩემთან მოსულა, ეგ იქნებოდა ტაროლოგია თუ ასტროლოგია თუ ჰიპნოთერაპია, თუ დროთა განმავლობაში კიდე სხვა სეანსები და სერვისები მქონდა, ალბათ ყველას დაუსვამს, აი აბსოლუტურად ყველა ადამიანს დაუსვამს სავარდოთ ეს კითხვა, რომ როგორ ვიპოვე საკუთარი თავი. ამა თუ იმ კონსულტაციაზე. და ნუ რა თქმა უნდა პასუხები სხვადასხვა ხოლმე თითოეული ინდივიდის შემთხვევაში, იმიტომ რომ კონკრეტულად პირველი ნაბიჯი რაც არის ამისკენ ის პასუხი მისდით ხოლმე, მაგრამ საერთო ჯამში საკუთარი თავის პოვნა არის რაღაცნაირად ესეთი საკითხი, რომელშიც თითქოს ვერ გავერკვიეთ წესიერად, სად არის მაინც ჩვენი საკუთარი თავი და სად უნდა ვეძებოთ და თან თითქოს ვეძებთ და
ასევე მოგვდის აი რა არის ჩემი მისია, რა არის ჩემი დანიშნულება, ჩემი გზა რა არის და სწორად ვარ თუ არა ამ გზაზე და ნუ აი ეს კითხვები ძალიან აქტუალურია ხოლმე და ნუ მომწიფდა კიდეც ეს თემა. რა არის ზოგადად საკუთარი თავის პოვნა, ხო? ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ იგავი მინდა რომ მოვყვე, ალბათ სხვაგან მოყოლი მაქვს და ვიღაცებს გაიცოდინებათ, მაგრამ ძალიან კარგი იგავია. ადამიანი მოკლედ ღმერთმა გამოაგზავნა დედამიწაზე და სთხოვა რომ წყალი მომიტანეო. ნუ ძალიან სასაცილო შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ძალიან კარგი იგავია და ძალიან მიყვარს ეს იგავი. აი ფაქტურად ყველაფერს იტევს, რისთვისაც დედამიწაზე მოვდივართ, ყველაფერს ძალიან კარგად ხსნის. მოკლედ ჩამოვიდა ეს ადამიანი და რა თქმა უნდა დაავიწყდა საიდან იყო, რა თხოვნით გამოუშვა ღმერთმა, დაიწყო მატერიალური თამაშები, შექმნა ოჯახი, კარიერა, სამსახური, ფული, შოვა, ყველაფერი და ერთ მშვენიერ დღესაც კრუიზზე, გემით კრუიზში არის წასული თავის ოჯახთან ერთად. და ეს გემი განიცდის კატასტროფას და მოკლედ ეს ადამიანი და ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში ნაპირზე ესე გამოირიყება. და აი ამ მდგომარეობაში ნელ-ნელა თვალებს ახელს, გონს მოდის, ნახევრად წყალქვეშარი ნაპირზე და უყურებს ამხელა წყალს და უცებ ახსენდება, რომ უი წყალი. აი ეს არის აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის მისია. ოღონდ არ გულისხმობ მას და მას რომ წყალი უნდა მიუტანოთ ღმერთს. ანუ ის რომ ჩვენ გაგვახსენდეს საერთოდ რომ არსებობს ღმერთი და რომ მას უნდა დავუბრუნდეთ. ეს არის უბრალოდ ძალიან ლამაზად ნაჩვენები რომ ღმერთმა თითქოს რაღაც დაავალა, მაგრამ რა თქმა უნდა ასე არ არის, დავალებები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი მთავარი გზა არის ის რომ რაც არ უნდა ვითამაშოთ და როგორ როლებიც არ უნდა ვითამაშოთ, საბოლოო ჯამში უნდა გაგვახსენდეს ღმერთი და უნდა მოგვინდეს მასთან დაბრუნება. ну როგორც კი გაგვახსენდება ეს ავტომატურად გვინდება ხოლმე ისედაც. შესაბამისად, ახლა რა არის საკუთარი თავი და საკუთარი თავის პოვნა? ანუ საკუთარი თავი არის ზუსტად აი ეს ავთენტური რაღაცა საწყისი, რომელიც მოვიდა დედამიწაზე და მატერიაში. მაგრამ ისე ხდება ხოლმე, რომ მატერიალურ სამყაროში გარემო რომ უსვიბადებით ძალიან ბევრ იარლიყს გვარტყამს ხოლმე, ხანდახან ჩვენითაც ვაკეთებთ მაგას და რაღაცა მედლებს და რაღაცა პინებს და რაღაცებს ვაკროვებთ, რომელიც თითქოს გონია რომ ჩვენ ვართ, ხო? აი მაგალითად, წავედით რაღაც ფესტივალზე, იქ მოგცეს რაღაცა პინი, რომელიც მე ჩანთაზე გავიკეთეთ და გონია რომ ეხლა მე ეს ადამიანი ვარ, რომელიც აი ამ ფესტივალის პინს ატარებს ძალიან ამაღად. მე წავალთ რაღაც ლექციაზე, იქ მოგცემენ მაგალითად კალამს, რომელსაც ამ ლექციის რაღაცა ლოგო აქვს ან მასწავლებლის და მე ამ კალმით ჩვენს დღიურში ვწერთ ხოლმე რაღაცებს სანთლის შუქზე, ესე რომ გავარომანტიზიროთ ცოტათი და გონია რომ ეხლა მე ეს ადამიანი ვარ, რომელიც აი ამ ლოგოიანი კალმით აეხლა დღიურს წერს ან რაღაცა მადლიერებას ავსობს. და ასე შემდეგ ამ ცხოვრების განმავლობაში მე სადღაც გავიმარჯვებთ ვიღაცები ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ სხვა რაღაცებში გვექნება რეგალიები და ვაგროვებთ მოკლედ აი ამ ტროფეებს ცხოვრების განმავლობაში, რომ აი მე ეს ვარ, რომელმაც ეს ტროფეა მოიგო, მე ეს ვარ, რომელსაც ეს აჩუქეს, რომელმაც ეს დაიმსახურა, რომელიც ამას მიაღწევს, ან მიაღწია უკვე და ჩვენი იდენტობა, ან ჩვენი თავს ვაიგივებთ ყოველთვის იმ რაღაცა რეგალიებთან, რაღაცა სტატუსებთან, რაღაცა პოზიციებთან და ცხოვრების რაღაცა ეტაპებთან, რომელსაც გავდივართ და სადაც რაღაცა პატარა სიმბოლიზმით ვიკაზმავთ ხოლმე საკუთარ თავს, ან ჩვენ ოთახ სერტიფიკატებით, ან ჩვენ თაროს რაღაცა პრიზებით და მოკლედ ასე შემდეგ. და ნუ ეს თამაში გრძელდება უსასრულოდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაში შეიძლება რომ მივიღოთ პრიზები, დაფასება, რეგალიები, წოდებები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სწორედ აი ამ ყველაფრის გარეშე ვინც ვართ ჩვენ, სწორედ ის ვართ ჩვენი საკუთარი თავი. მაგრამ ეს ხდება ხოლმე, რომ რაც უფრო მეტი რეგალია გვაქვს, რაც უფრო მეტი წოდება გვაქვს, მეტი პინი გვაქვს ჩანთაზე, მეტი სამაჯური გვაქვს ფესტივალიდან, მეტი ლოგოიანი კალამი გვაქვს სახლში, ხო და მეტი თასი თუნდაც მოგებული. მით უფრო ვკარგავთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ თამაში და ნუ აღმოჩნდა ისე, რომ ბევრ თამაში აღმოჩნდით ყოჩაღი რაღაცა პრიზები ავიღეთ, დაფასებები ავიღეთ, მოსავლები გვაქვს აქედან გამომდინარე და ასე შემდეგ. მაგრამ ეს გავს სწორედ ნაძვის ხეს, სახელმწიფო ნაძვის ხეს, რომელიც პირველ წელს ცოტათი შეკაზმეს სათამაშოებით, მეორე წელს გირლიანდები დაამატეს, მერე ნათურები, განათებები და ყოველ წელს ამატებენ ნათურებს და სათამაშოებს და გირლიანდებს და თოვლებს და მოკლედ მთელი ამბავი და დროთა განმავლობაში
აბსოლუტურად კარგავს ნაძვისხე თავის პირველად იარსახეს, რომელიც ზუსტად აი ამ ყოველფრის ქვეშ ინახება, რაც გარედან მას მიაწება საზოგადოებამ და ზოგადად მატერიალურმა სამყარომ. და საკუთარი თავის პოვნა არის რეალურად იმის დევნა კი არა, რომ კიდე ახალი რეგალია, კიდე ახალი წოდება, ახალი სერტიფიკატი, ახალი პოზიცია თუ ახალი პროფესია ნახოთ და ჩვენი თავი დავტესტოთ. ანუ ეს ყველაფერი არის უბრალოდ საკუთარი თავის დატესტვა და გართობა და რაღაცა მატერიალურ სამყაროში მოძრაობაში ყოფნა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ აი ის, სანამ ჩვენ შევკაზმავდნენ როგორც ნაძვისხეს ახალ წლამდე, ანუ ის ბუნებრივი ჩვენი თავი. შესაბამისად, ის ყველაფერი რითაც ჩვენი თავი შევიკაზმეთ და ცხოვრება მოგცა საშუალება რომ შეგვეკაზმა ხო? აი ეს ყველაფერი ნელა უნდა დავიწყოთ და დავტოვოთ და საერთოდ მოვიშოროთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გადავაგდოთ და რაღაცები არ უნდა დავაფასოთ. არა. ანუ შეგვიძლია მოვიწონოთ თავი ამ ყველაფრით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენ არ ვართ. ანუ აი, როდესაც ჩანთაზე რაღაცა პინიგი კეთია, ხო? სადღაც ძალიან კარგი ფესტივალი, სადაც შენი იდენტობა იპოვე, თუ შენი თავი იპოვე და ასე შემდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ უბრალოდ ეს შენ არ ხარ. შენ ხარ ის, ვინც არის ამ ყველაფრის გარეშე. ეს ყველაფერი რაც ახლა აღწერე, გარკვეულწილად ნამდვილად არ არის გადახვეული იმ რაღაცა ნორმებს, რომელიც სამყაროში ხდება და უნდა ხდებოდეს. ეს არის ინდივიდუალიზაციის გზა, როგორც ამას ფსიქოლოგიაში უწოდებენ და თინეიჯერობიდან იწყება ეს გზა, როდესაც ვიწყებთ მშობლებთან სეპარაციას და თინეიჯერობის დროს ვუსმენთ რაღაცა ბენდებს, რომელსაც ბევრი არ უსმენს, ან ვიცვამთ რაღაც განსხვავებულად, თმას ვიღებავთ განსხვავებულად და მოკლედ თინეიჯერობიდან მოყოლებული იწყება ჩვენი ინდივიდუალიზაცია და ეს ზოგადად არის ადამიანის გამოცდილების, მისი გზის გამოცდილების ნაწილი, რომელიც გვაინტერესებდა და რისთვისაც მოვდივართ მატერიაში. მაგრამ რაც უფრო ჩავეფლობით მაგ ყველაფერში, ხო, მე მივხვდებით, რომ რეალურად ეს ყველაფერი არ ვართ და ეს რაღაც იდენტობები და ეს რაღაცები ძალიან დაშანებული გვაქვს და მე გვინდება ამისგან განთავისუფლება, იმიტომ რომ ძალიან მყარად ეწეპება აი ეს ყველაფერი მე ჩვენ რეალურ სახეს და რეალურად აღარ ვიცით ვინ ვართ. და მე ისევ ყალბადგილებში ვეძებთ საკუთარ თავს. ყალბში რა, უფრო სწორედ ისევ იგივენაირ რაღაცებში ვეძებთ საკუთარ თავს. შეიძლება შევიცვალოთ პროფესია, შეიძლება შევიცვალოთ გარეგნობა, ვიზუალი, იმიჯი, მეტყველება, შეიძლება სხვა ქვეყანაში წავიდეთ საცხოვრებლად. ახალი რეგალიები მოგვანიჭონ, მაგრამ მაინც იგივე გზას ვაგრძელებთ და ისევ ეს ნაძვისხე კიდევ უფრო იტვირთება და რეალურად კიდევ უფრო ვფარავთ რეალურ ჩვენ თავს. ამას აკეთებს ჩვენი ეგო, იმიტომ რომ ეგო სჭირდება, ზოგადად ეგოს თავისი აბსოლუტურად თავისი ცხოვრება აქვს და თავისი დამოუკიდებელი ფუნქცია აქვს ჩვენს ბიოველში და ეგო აკეთებს ამას, იმიტომ რომ ეგო სჭირდება რომ იყოს განსხვავებული, რომ იყოს დაფასებული, რომ იყოს აღიარებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი მატერიაში მოსაჭიდებლად ძალიან საჭირო რამე არის. მაგრამ ერთხელ ძალიან საინტერესო ვიზუალური გამოსახულება მქონდა, არ ვიცი როგორ დავერქვ, არც ხილვა იყო, მაგრამ არც იზმარი, მაგრამ მოკლედ რაღაცნაირად ესე ვიზუალურად დავინახე. ჩემს გარშემო ადამიანები, რომელთანაც მეტნაკლებად მქონდა უფრო ახლო ურთიერთობა, ეს ადამიანები ძალიან ლამაზი სამკაულებით და დავინახე, რომ თითოეული ადამიანის სამკაული შეესაბამებოდა მის ეგოს. ანუ ეგო დავინახე ამ ადამიანებში როგორც სამკაულები. და მანდ მოვიდა ეს იდეა, რომ ჩვენ ეგო შეგვიძლია ვატაროთ როგორც სამკაული, რომელიც რაღაც წვეულებაზე თუ რაღაც შეხვედრაზე ან ზოგადად სახლიდან რო გავდივართ, უბრალოდ რაღაც თავდაჯერებულობას გვაძლევს და შეგვიძლია რომ აი ლამაზი და ძალიან ესეთი მოხდენილი სამკაული რომ მიკეთია, უფრო თავდაჯერებული ვიყო და უფრო კარგად ვიოპერირო მატერიალურ სამყაროში, მაგრამ ეს არის მხოლოდ სამკაული და არა ის, რასაც წარმოვადგენ მე. ხშირ შემთხვევაში ადამიანისთვის საკუთარი თავის პოვნა არის ძალიან ისეთი პროცესი, როდესაც ანუ ის კი არ ხდება, რომ უფრო მეტი უნდა ვისწავლოთ და უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ და უფრო მეტად უნდა დავხვეწოთ ჩვენი თავი და უფრო მეტ რამეს უნდა მივახციოთ. არამედ ხდება ხოლმე სრულიად საპირისპირო. ანუ არაფრის სწავლა აღარ გვინდება და არაფრის კენ რაღაცა სირბილი და გადარბენა და მიღწევა და ანუ აი ეს რაღაცები აღარ გვინდება, იმიტომ რომ საკუთარი თავი არის ის ადამიანი და ის რაღაცა მდგომარეობა, რომელიც არის ამ ყველაფრის გარეშე ვინც ვართ, ხო? ანუ აი თუნდაც არავინ რო არ გვაღიაროს, არანაირი პრიზი რო არ გქონდეს, აი არაფერი რო არ გაგვაჩნდეს სამყაროში, ვინც ვართ, აი ეგ ვართ რეალურად. და ხანდახან სამყარო სწორედ ეგეთ გამოცდებს გვიწყობს ხოლმე, რომ ძალიან ბევრი რამე დაგვაკარგინოს, იმიტომ რომ მაგით ვპოულობთ ხოლმე საკუთარ თავს. იმიტომ რომ სანამ ეს ნაძვისხე
ესეთი გადატვირთულია ვერ ვხედავთ, მაგრამ როდესაც გვინდა არ გვინდა ამოვარდება ქარბუქი და ამ ნაძვის ხეს ქარის ძალით, ანუ სამყაროს ძალით გაეცლება ეს გირლიანდები და სათამაშოები და რჩებით საკუთარი თავის პირვანდელ საწყის მდგომარეობაში, სწორედ მაშინ ვხედავთ საკუთარი თავის, რომ უი, თურმე ეს ყოფილვარ. ეს არ გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ თავი მოვიკაზმოთ და ჩვენ რეგალიებიც გქონდეს და წარმატებითაც დავტყვეთ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი თუ გაცნობიერებული გვაქვს, რომ აი ეს გირლიანდა, რომელიც ახლა მე მკიდი, ანუ რაღაცა რეგალია, რაღაცა წოდება, რაღაცა პროფესია, უბრალოდ მატერიალური თამაშის რაღაცა შედეგია, რაღაცა ტურის დაჯილდოვება, ტურში გავიმარჯვე, სადღაც გავედი, საუკეთესო აღმოჩნდა და დამაჯილდოვეს და ვა, ძალიან კაია, ყოჩახ, მაგარია. მაგრამ ეს მე არ ვარ, ეს არის ის, უბრალოდ რაც მე დამკიდეს ჩემი რაღაცა ქმედებებიდან გამომდინარე და ის რაც ყოველდღიურად შეიძლება მამშვენებს და სხვა ადამიანებსაც მოწონთ, რომ მკიდია. როგორც ნაძვის ხეს, ხო? მაგრამ არ არის ეს ის, რასაც წარმოვადგენ მე. ადამიანებისთვის საკუთარი თავის ძიება და პოვნა არის სრულიად საპირისპირო დინება, ვიდრე წარმოგვიდგენია ხოლმე. და წარმოგვიდგენია ხოლმე, რომ ანუ საკუთარ თავს რო ვიპოვით, ეს არის ის ვერსია, რომელმაც ყველაფერი იცის, ყველაფერი დაალაგებული აქვს, ცხოვრება აწყობილი აქვს, ყველაფერზე პასუხი აქვს, ყველაფერში გარკვეულია და ასე შემდეგ და შემდგარი და წარმატებული და რეალიზებული და ასეც და ისეთ და ისეთ. მაგრამ ეს ასე არ არის, მაგრამ ეს მდგომარეობები მოდის მერე რაც იპოვი საკუთარ თავს, ანუ იპოვი იმ ბუნებრივ გამოვლენებაში, სანამ ეს რეგალიები დაგუკიდეს და შეგვკაზმეს როგორც ნაძვის ხე. და აი ამ საკუთარი თავის ანუ ნაძვის ხის შიშველ ვერსიამდე მისვლა არის მთელი ცხოვრების გზა. ესეც ერთ წამში არ ხდება და გაშიშვლება ხდება ეტაპობრივად. ნელ-ნელა და ნელ-ნელა ვხედავ შიგნით რა ყოფილა და რეალურად რა არის, როგორები ვართ და ვინ ვართ. ამიტომ უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებით ჯობია რომ უბრალოდ არ ჩავიციკლოთ რომ აი ეხლა ჩემი თავი უნდა ვიპოვო და ჩემი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვიყო დღეს ხვალზე ეგ მაზეკ და აი ამ რაღაცა რაჯულა ასე ვთქვათ თამაშებში ჯობია არ ჩავერთოთ იმიტომ რომ ესეც ილუზიის ნაწილია ხო რაც უფრო მეტი ვიცით მეტი რაღაც სერტიფიკატი გვაქვს მეტი რაღაცა რეგალიები გვაქვს ანუ ეს თამაშის ნაწილი ანუ რეალურად მატერიალურ სამყაროში მოპოვებული ნებისმიერ რამ არის მატერიალური სამყარის ნაწილი რომელიც არის ილუზია და რეალურად არის აი ეს გასართობები, როგორც პირველ იგავში მოვყავი ხა, რომ ადამიანი მოვიდა წყლის წასაღებად და ჩაერთო რაღაც თამაშებში, აიშოვა ფული, სამსახური შექმნა ოჯახი, ისა. და ბოლოს გაახსენდა, რომ ხოლო წყალი ქონდა წასაღები. შეგვიძლია დავიმშვენოთ თავი და ჩვენი ეგო დავინახოთ როგორც ჩვენი რაღაცა სამკაული და აქსესუარი, რომელთაც ჩვენ მატერიაში ვრეალისტებით და მატერიაში უბრალოდ კომუნიცირებთ სხვა ადამიანებთან და ზოგადად სამყაროსთან, მაგრამ სულ ეს არის. მოვდივართ სახლში, ჩვენ ამ სამკაულებს ვიხსნით და ისე ვიძინებთ, ხო? რომ არ შეგვაწახოს. სწორედ ასეთი რამ უნდა გავაკეთოთ ყველა ჩვენი მწახნაგებთან მიმართებაში, სადაც გვაქვს რეალიზაცია უკვე მატერიაში მიღებული. ეს ყველაფერი, ეს პრიზები, დამსახურებები და ეს ყველაფერი არ ვართ ჩვენ. ამას არ წარმოვადგენთ. ეს ყველაფერი შეგვიძლია გვედოს თაროზე. ან შემოვდოთ ხოლმე თაროზე, როცა სახლში ბრუნდებით. მაგრამ, როდესაც გვჭირდება, შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენ არ ვართ და თავი ამასთან არ უნდა გავაიგივოთ. რაც შეეხება იმას, თუ რა არის ადამიანის მისია. აბსოლუტურად ყველა ადამიანის მისია არის ერთზე იგივე, უბრალოდ ადამიანებს რატომღაც ესე გვინდა ხოლმე, რომ რაღაც განსხვავებული მისია გქონდეს და მოგწონს ისეთი წიგნები და ფილმები, როგორშიც აი იმ ადამიანს რაღაცა განსაკუთრებული მისია ქონდა და დაეკისრა და მერე შეასრულა და გვყვარს ხოლმე ჩვენი თავის სუპერგმირებად წარმოდგენა. რაც რეალურად არის, ყველა ჩვენთაგანი სუპერგმირია, მაგრამ როგორც ამას ფილმები და წიგნები გვაწვდიან, ასე არ ვართ გმირები. ჩვენი ყველას მისია არის ანუ იმ ადამიანების და იმ გარემოს დახმარება და ცოტათი გაუმჯობესება, რომელშიც მოვდივართ. აბსოლუტურად ყველა ადამიანის მისია არის ეს. და აი თვითონ დოლორესი ამბობს, დოლორეს კენონი, რომელმაც შექმნა კვანტური ჰიპნოთერაპია, ამბობს და ჩემთანაც პრაქტიკაში ასე ყოფილა, რომ უმრავლესი ადამიანი, რომელსაც აქვს ეს კითხვა, რომ გაიგოს რა არის მისი მისია, პასუხი არის ის, რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს. და აბსოლუტურად ყველა ადამიანის მისია არის ეს. უბრალოდ
სხვადასხვა დეკორაციებში, ხო? ვიღაცა შეიძლება დაეხმაროს სიმღერით, მუსიკით, ხელოვნებით, ვიღაცა რაღაც ფინანსური რაღაცებით, ან თავის ბიზნესით, ან თუნდაც არ ვიცი ასტროლოგიით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ადამიანის მისია არის სხვა ადამიანების დახმარება. მისია მატერიალური სამყაროს ფარგლებში, სანამ ვართ მატერიაში. არის ის, რომ დავეხმაროთ სხვა ადამიანებს იმ უნიკალური უნარებით, რომელიც გაგვაჩნია. ხშირად ასტროლოგები აღმავალ კვანძს აიგივებენ ხოლმე ადამიანის მისიასთან, თუმცა აღმავალი კვანძი არის უბრალოდ ის მონაცემი, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანს ასეთი დეკორაციით და ასეთი მიდგომებით სურს თავის რეალიზაცია მატერიალურ სამყაროში და სხვა ადამიანების და ზოგადად სამყაროს დახმარება. მისია, ეს ახლა მაღლა არ უნდა გავიგოთ, რომ მაგალითად ვიღაცის მისია არის, რომ ახლა წავიდეს და რაღაცა მთა დაელაშქროს, ან ეს არ არის მოწოდებული და მოცემული, ანუ არავის არ გვაქვს ესეთი კონკრეტული მისიები. საერთოდ ჯამში გვაქვს მისია, რომ უბრალოდ სამყაროში რაღაცა ცოტა უკეთესი პატარა პიქსელი შემოვიტანოთ ჩვენი სახელით, ჩვენი გამტარობით და ჩვენი მონაცემებითა და შესაძლებლობებით. ხოლო რაც შეეხება დანიშნულებას, რა არის ადამიანის დანიშნულება? დანიშნულება არის, რომ გავიხსენოთ, რომ არსებობს ღმერთი და გავიხსენოთ, რომ ჩვენ მას უნდა დაუბრუნდეთ და ამ გზაზე ვიაროთ წინ. შესაბამისად, არაფერი ესეთი კონკრეტული, რომ ანუ ვინმე მგითხრათ, რომ აი შენი მისია არის, რომ უნდა იყო ექიმი. კი, შეიძლება რო გააჩვენებდეს ან თუნდაც სადმე სხვაგან ნებისმიერ რაღაც სეანსზე გამოჩნდეს, რომ პირობითად უნდა იყო ექიმი. მაგრამ ეს არ არის მისია, ანუ ეს არის უბრალოდ დეკორაცია, ანუ წარმოიდგინეთ მაგალითად სპექტაკლი. და სპექტაკლის მისია არის, რომ უბრალოდ ადამიანში რაღაცას იკეთე, რაღაცნაირად გააღვევოს, მაგრამ ეს სპექტაკლში აბსოლუტურად სხვადასხვა როლი შეიძლება ითამაშო. ყველა სხვადასხვა როლში ვართ და ყველა სხვადასხვა რაღაცა ჩვენ აგურს ვდებთ რეალურად სპექტაკლის რაღაცა მთლიანობაში, მაგრამ საერთოდ ჯამში ამის დანიშნულება და მიზანი არის ის, რომ ადამიანში რაღაცა უკეთესი დაენერგო, რაღაცა უკეთესი ინსაიტი შეიტანო, რაღაცაზე დააფიქრო, რაღაცაზე мотиваცია მისცა და ადამიანსაც გაუღვიძო იმის სურვილი, რომ რაღაცა უკეთესი გააკეთოს სამყაროში. რა თქმა უნდა, დედამიწაზე არსებობენ ეგრეთ წოდებული მისიები, რომლებიც მართლა კონკრეტული მისიისთვის მოდიან, როგორც იყო ქრისტე და სხვა ბევრი ასეთი ადამიანი. ადამიანსაც ვერ უწოდებ ხო, რაღაცა ღვთაებრივი ავატარი, რომლებიც მოსვლები იყვნენ მართლა კონკრეტული მისიებისთვის, მაგრამ ეს უფრო სხვა რანგის მისია არის. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივ ადამიანებზე სხვა კუთხით შეგვიძლია გავშალოთ რა არის მისია. და თუ ქრისტეები არ ვართ, ამ შემთხვევაში ჩვენი მისიები არის უბრალოდ ის, რომ უბრალოდ ოდნავ უკეთესი გავხადოთ სამყარო. არიან ადამიანები, ვისაც ეს ძალიან კარგად გამოსდის და ძალიან დიდ მასშტაბებზე გამოსდის. არიან ადამიანები, რომელსაც ლოკალური, მაგალითად, უბრალოდ თავშესაფარი შეუძლია გააკეთოს და მთელი ცხოვრების განმავლობაში თავისი ხარჯებით და თავისი შრომით უბრალოდ 10-20 ძაღლი შეიფაროს და ესეც მისი მისია და ასე არ უნდა განსაზღვროთ, რომ ვიღაცას უფრო დიდი მისია აქვს და ვიღაცას უფრო ნაკლები მისია აქვს. ანუ ყველას ის მისია გვაქვს, რისთვისაც მოვედით და ყველას ის შესაძლებლობები მოგვეცა, რაც რეალურად შეგვიძლია, რომ მე რეალიზაციაში მოვიყვანოთ. აქ იბადება კითხვა, რომ თუ ესეთი კონკრეტული არაფერი არ არის, მაშინ რა არის ცხოვრების აზრი? არ ვიცი თქვენი დაგებადებოდა თუ არა ეს კითხვა, მაგრამ ლოგიკურია, რომ ეს კითხვა ადამიანში დაიბადოს, რომ ანუ თუ არ მაქვს მისია, თუ არანაირი რაღაცა ის არ არსებობს ამ სამყაროში, აი რაღაცა კონკრეტული უნდა გავაკეთო, ხო? მაშინ არ საერთოდ რა არის ამ ცხოვრების აზრი? და ძალიან საინტერესო და ერთი მხრივ ძალიან უცნაური შეიძლება მოგეჩვენოთ ის, რომ ცხოვრების აზრი არის ის, რასაც თქვენ მოიგონებთ. ანუ არ არსებობს რაიმე კონკრეტული ცხოვრების აზრი. საერთოდ ესე თუ რაღაცა გურუებს მოусმენთ და ცოტა ესეთ მაღალ ვიბრაციულ წიგნებს წავიკითხავთ, იქ გეტყვიან, რომ ცხოვრების აზრი არის ის, რომ უბრალოდ გაიგო, რომ აზრი არ არის და დაუბრუნდე ღმერთს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის მოგონილი, არის ლილა, არის ილუზია და ამ ყველაფერს რომ გაიხსენებ და გაგახსენდება რაღაც სისულელეებით ხარ აქ დაკავებული, მე წახვალ ისევ ღმერთთან და ცხოვრების აზრი არ აქვს, ან ცხოვრება მატერიალური არსებობს იმიტომ, რომ სულს უნდა ღმერთისგან გამოყოფილად ინდივიდუალური გამოვლინება და ინკარნაცია და რაღაცა გამოცდილების მიღება, ხო? და ღმერთმა მისცა ამის საშუალება, ღმერთმა შექმნა მატერიალური სამყარო და ოკეი, წადი, მიიღე გამოცდილება. მაგრამ რეალურად ჭეშმარიტება არის ის, რომ ღმერთს მოწყვეტილი ვერც ერთი ნაწილაკი ვერ იქნება სრულიად ჭეშმარიტად ბედნიერი და ეს მატერიალური მხოლოდ იმიტომ არის შექმნილი, რომ მოვიდეთ
ვითამაშოთ, მივხვდეთ, რომ ოკეი, მართალი ყოფილა ღმერთი, არ არის აქ ბედნიერება, იმ რანგის ბედნიერება, რომელიც ღმერთთან გაემთლიანების დროს მაქვს. ამიტომ მოდი დაუბრუნდები მას. ამას ხშირად ტრანსცენდენტალისტები ასეთ ანალოგიას აყოლებენ ხოლმე, რომ წარმოვიდგინე, რომ არსებობს ტალღა ოკეანეს, რომელიც ნაპირს ეხეთქება, ხო? ეს ტალღა არის მატერიალური გამოვლინება, როდესაც მთლიანად ოკეანეში არსებული რაღაცა წყლის ნაწილს უნდოდა ინდივიდუალურად ერთ ტალღად გამოვლენება. მიეხეთქა ნაპირს, მერე ისევ ჩაბრუნდა ეს წყალი, მერე სხვა წყლის ნაწილი, ანუ პორცია მიეხეთქა ნაპირს და ესეთ ინდივიდუალურ გამოვლენებაში რაღაცა წყლის მოცულობას შეგვიძლია დავარქვათ რაღაც ინდივიდუალური ინკარნაცია. მაგრამ მთლიანობაში ეს ყველაფერი არის ოკეანე და ის ისევ უერთდება, ეს ტალღაც უერთდება მთლიან ოკეანეს და სხვა დროს შეიძლება ის აღმოჩნდეს ფსკერზე, ხო? კონკრეტულად წყლის ის პორცია, რომელიც რომელიღაცა ეტაპზე და რაღაც დროს იყო ტალღად გამოვლენილი. შესაბამისად, უყოლავ თამაშობთ ამ თამაშებს, მოვდივართ ვეხეთქებით ამ ნაპირს, მერე მივდივართ უკან და ზოგჯერ სამუდამოდაც მივდივართ, როდესაც მოგბეზდება ეს გამოვლინება და ხვდებით, რომ ამ ყველაფერში აზრი არ არის. შესაბამისად, ერთი მხრივ ეს შეიძლება ცოტა სევდიანად მოგეჩვენოთ და შეიძლება მოტივაციას აგდებდეს ცოტათი, რომ როგორ ცხოვრებას თუ აზრი არ აქვს, მაშინ რატო არ აქვს და როგორ მაშინ იქამდე მივალთ, რომ ესე იგი ჩემ არსებობასაც აზრი არ აქვს. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან კარგი არის ის, რომ ცხოვრება არის თავისუფალი აზრისგან. და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მივცეთ ამას აზრი და ზოგი ადამიანი მისცემს მას მაგალითად სიყვარულის აზრს, ზოგი მისცემს დედობის აზრს და ზოგისთვის დედობა არის მთავარი აზრი, ზოგისთვის შემოქმედება, ზოგისთვის კარიერა, ზოგისთვის ურთიერთობები, ზოგისთვის მეგობრობა, ზოგისთვის სცენა მაგალითად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა ადამიანს ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება, რომ ჩვენ დავაჯილდოვოთ ეს ცხოვრება რაღაცა აზრით, სანამ აქ ვართ, რომ ჩვენთვის კომფორტული იყოს აქ ცხოვრება და რაღაცა აზრმა და რაღაცა მიზანმა ცხოვრებაში გვამოძრავოს. ასევე ძალიან ადვილია იმის გაკეთება, რომ მაგალითად ცხოვრობდი რაღაც ერთისთვის, ამან არ გაამართლა, იქ ბევრი ტკივილი ვნახე. შემიძლია ახალი აზრი მივცე ცხოვრებას. მაგალითად ცხოვრობდი კარიერისთვის და იქ არაფერი არ გამომივიდა, ხო, წლების განმავლობაში, ან არ ვარ კმაყოფილი. მოდი სრულად ახალ აზრს მოვიფიქრებ ახლა ჩემი ცხოვრებისთვის და იმისთვის ვიცხოვრებ და ამ ყველაფერში ძალიან დიდი გენიალურობაა. იმიტომ რომ ერთი მხრივ მატერიალური სამყარო ძალიან შეზღუდული სისტემაა და აქ ძალიან მყარია ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ ამ სიმყარეში ჩვენ შეგვიძლია სული ჩავასხათ და ჩვენ მივცეთ აზრი ყველაფერს აბსოლუტურად ჩვენს გარშემო. ჩვენ შეგვიძლია ის აზრი მივცეთ, რომელიც ჩვენ გვაწყობს და რომელშიც ჩვენ ძალიან კარგად ვიგრძნობთ თავს და რომელიც ჩვენთვის ძალიან კარგად იმუშავებს. მერე ამითიც დავიღლებით, რომ სულ რაღაცა აზრი ჩვენ უნდა მივცეთ ცხოვრებას და მერე ამ აზრისთვის უნდა ვიმოქმედოთ. მერე ამითაც დავიღლებით და მერე მივხვდებით, რომ მოდით რა, მე აღარ მინდა არანაირი აზრის მიცემა ცხოვრებისთვის და მოდი დაუბრუნდები საწყის და მოდი აღარ მინდა მე თამაში. მოკლედ, ატარეთ თქვენი ეგო როგორც სამკაული. ეცადეთ, რომ დაფერთხოთ ის სათამაშოები, გირლანდები და ნატურები, რომელთაც შექმოსეს ან შეიმოსეთ და ეცადეთ, რომ გაიხსენოთ, რომ წყლის წასაღებად ხართ მოსულები დედამიწაზე.